მოგესალმებით, ოსტეოპოროზი რომ არ განვითარდეს პროფილაქტიკისთვის, რომელი კოლაგენია კარგიო? ოსტეოპოროზი კოლაგენთან იმდენად კავშირში არ არის. ოსტეოპოროზი კოლაგენი შეიძლება კავშირში იყოს სახსრების მდგომარეობასთან, შეიძლება კავშირში იყოს მყესებთან, იოგებთან, ფასციებთან. კოლაგენი ძვლის სტრუქტურას აქმნის. ძვლის სტრუქტურას ქმნის კალციუმი და კიდევ რამდენიმე მიკროელემენტი. მათ შორის ერთი მთავარი მიკროელემენტი კალციუმთან არის მაგნიუმი, არის ფოსფორიც მათ შორის და ასე შემდეგ. ოსტეოპოროზის დროს ინიშნება კალციუმი და ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ კალციუმი არ ჩალაგდეს სიზარღვებში და წავიდეს ძვალში მივიდეს და ოსტეოპოროზი მოხსნას, საჭირო K2 ვიტამინთან ერთად და ასეთი კალციუმი აქვს მარტო სისხლს. ოსტეოპოროზი არის ძვლის სტრუქტურაში, ძვლის ოსტეოფიტებში, ასეთი უჯრედს ქვია ძვალში არსებულ უჯრედს ოსტეოფიტები. ოსტეოფიტებში კალციუმის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. და რენტგენზე რო შეხედავ, სტრუქტურა ჩანს უკვე კალციუმის ნაკლებობაზე, თეთრად კი არ ჩანს ძვალი, არამედ ბადესავით. როცა ბადესავით ნიშნავს, რომ კალციუმი აკლია. და კალციუმი რო იქ ჩალაგდეს და არა სიზარღვებში არ დარჩეს, K2 ვიტამინთან ერთად უნდა მისცეს. და ასეთი პროდუქტი აქვს მარტო სისხლს, რაც მე ვიცი.